ვაგრძელებთ coaching-ის საერთაშორისო კვირაულს ჩვენი ვებინარებით. დღეს მინდა პრინციპში ჩემი წარდგინება და ჩემი გაცნობა არ სჭირდება, მაგრამ მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ მაშინ ასე ვიტყვი. ადამიანი, რომელსაც გულწრფელად ვამბობ, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვა საქართველოში პროფესიონალური coaching-ის განვითარებაში. გარდა იმისა, რომ თვითონ არის PCC coach-ი, მარტივი მიზეზის გამო ის გახლავთ აკრედიტებული სკოლის coaching API-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი და ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა ენერგიას დებს იმაში, რომ ქართულ ბაზარზე პროფესიონალი coach-ები ქართულ ბაზარზე იყვნენ პროფესიონალი coach-ები. ამ შრომისთვის მარიკა შენ ძალიან დიდი მადლობა. გარდა ამისა, coaching API გახლავთ ICF-ის ერთ-ერთი დასაყრდენი პარტნიორი და მეგობარი. დღეს coaching API-ის კურსდამთავრებულები ძალიან ბევრნი არიან ჩვენი წევრები და უფრო მეტიც ძალიან ბევრნი არიან უკვე აკრედიტებული coach-ები და ამისთვისაც დიდი მადლობა coaching API-ს და მარიკას და მოკლედ მარიკა გისმენთ იმის მოლოდინში, რომ კიდევ ახალ სიახლეს შემოგთავაზებთ. მადლობა. მადლობა ირმა წარდგენისთვის. და მოდი მე დავიწყებ გაზიარებითაც, გავაზიარებ ჩვენს პრეზენტაციას, რომელიც არის ცვლილებებზე და ცვლილებების ძალა. მეც გაგეცნობით, როგორც ირმამ წარმადგინა, მე ვარ PCC coach-ი, Coaching Up უნივერსიტეტის პარტნიორი დამფუძნებელი და დირექტორი და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ონლაინად გვერდთვებიან ადამიანები და Coaching Up-ი იძლევა შესაძლებლობას ჰიბრიდული კურსები გვაქვს. ასევე ფსიქოთერაპევტი და აქვს რამდენიმე სახის ბიზნესი. 2000 საათზე მეტი მაქვს უკვე პრაქტიკა coaching-ში. დავიწყოთ თვითრეფლექსიით, იმით თუ თქვენთვის დაფიქრდით თითოეული თქვენგანი დაფიქრდით რა არის ცვლილება. გამომდინარე იქიდან, რომ მე დღეს მაქვს ცოტა შეზღუდული დრო, ამიტომ სავარჯიშოებს ნაკლებად გავაკეთებ და თვითრეფლექსია იყოს და მესიჯებში შეგიძლიათ მოიწეროთ მესიჯად თქვენი პასუხები, რას გრძნობთ ცვლილებები და დაფიქრდით და გაიხსენეთ ძველი გამოცდილება, როცა ცვლილებები ხდებოდა თქვენ ცხოვრებაში. ცვლილებები მართავენ თქვენს ცხოვრებას თუ თქვენ თავად მართავთ ცვლილებებს. და ან თქვენს შემთხვევაში დაფიქრდით თუ შეიძლება ხმარო გამოთიშოთ, დაფიქრდით თქვენს ცხოვრებაში როგორ ხდება ეს და ასევე დავფიქრდეთ იმაზე, თუ რატომ გვიჭირს ცვლილებები. და კარგად თუ დავფიქრდებით, ამ ცვლილებების უკან დგას შიშები, გაურკვევლობის შიში და შინაგანი ფსიქოლოგიური წინააღმდეგობები, ხო? როცა არის ცვლილებაზე საუბარი, ეს არის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა და ახალ მდგომარეობაში გადასვლა ერთის მხრივ არის კომფორტის ზონის გარღვევა, კომფორტის ზონაზეც ვისაუბრებ ჩვენ დღეს და კომფორტის ზონა, როდესაც ირღვევა და გავდივართ უცნობ გარემოში, ეს არის გაურკვევლობა, სადაც გაურკვევლობას ყოველთვის მოყვება თავისი შიში და შესაბამისად წინააღმდეგობრივი ფაქტორები. შიში რომ გამომივა თუ არ გამომივა, რომ არ გამომივიდეს, მაშინ რა იქნება. ასევე თვითრწმენის ნაკლებობა შეიძლება იყოს, რომ ახლა ვარ ამისთვის მზად და ხშირად მესმის ხოლმე ადამიანებისგან ის, რომ ჯერ ამისი დრო არ არის, მე ჯერ არ ვარ მზად, და მერე ვიქნები მზად და ეს ოდესმე დრო, როდესაც ადამიანს შინაგანად აქვს იმისი რწმენა, რომ აი ახლა უკვე ის დროა და ახლა უკვე მე მზად ვარ, თითქოს არასდროს არ დგება და ეს ოდესმე პერიოდი მუდმივად ოდესმე პერიოდად რჩება, თუ გვერდით არ გყავთ გამოცდილი და პროფესიონალი coach-ი, რომელიც
ამ სარკეში ჩაგახედებთ და დაგანახებთ რის წინაშე დგას ადამიანი ამ დროს და როგორი შინაგანი დიალოგი აქვს, როგორ ესაუბრება ამ დროს საკუთარ თავს ადამიანი და ასევე არის კონფლიქტი იდენტობის ნაწილში, ვარ თუ არა ეს ცვლილება მე, ჩემია თუ არა ეს ცვლილება და ხშირად არის ხოლმე ასე ვარ თუ არა, ადამიანი აძლევს თუ არა შინაგანად საკუთარ თავს დიდი ცვლილების უფლებას. ძალიან მნიშვნელოვანი არის ფსიქოლოგიურად ადამიანმა თავის თავს ამის უფლება მისცეს და გამოცდილი კოუჩინგის პროცესში ამას კარგად ხედავს ხოლმე, რომ ადამიანს ერთის მხრივ რაღაც უნდა და მეორეს მხრივ ეს შიგნით წინააღმდეგობრივი ფაქტორები, შიგნით ფაქტორები იმისი თუ ადამიანი თავის თავს ამის უფლებას და რამდენად თulis რომ მზად არის და უკვე შეუძლია ამ ნაბიჯების გადადგმა. და კოუჩინგის პროცესი ადამიანებს ეხმარება იმაში, რომ უკეთ გაიაზროს, რატომ სურს ეს ცვლილება. რატომ არის ეს ცვლილება ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და ნამდვილად არის თუ არა მისი. ძალიან მნიშვნელოვანია ის მიზანი და ის კომფორტის ზონის გარღვევა, რომელსაც ადამიანი გადაწყვეტს, გააზრებული, ცნობიერად ჩემი არჩევანი იყოს, ჩემი ცვლილება. ცნობიერად მქონდეს გადაწყვეტილი და ზუსტად მქონდეს გააზრებული ამდენად ეს ნამდვილად ჩემია თუ რაღაცის ან ვიღაცის სოციუმის დაკვეთას ვასრულებ, ან ვინმეს დაკვეთას ვასრულებ, ან თავს მოხვეული ესეთი მიზნები შეიძლება იყოს ხშირად და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამისი გააზრებაც თუ რატომ არის ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი, ასევე აღმოჩნდეს და აღმოვაჩინოთ და ვიპოვოთ ის ბარიერები, რომელიც ადამიანს ხელს უშლის ამ ცვლილებების განხორციელებაში და ეს არის კოუჩინგის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი ინსაიტები არის ხოლმე აქ დამეთანხმებიან გამოცდილი კოუჩები მისმენენ ახლა და მნიშვნელოვანი ინსაიტები არის ხოლმე, როდესაც ადამიანი გაფართოებული თვალებით აი თურმე რაში ყოფილა საქმე და ეხლა მივხვდი თურმე ამას რატომ არ ვაკეთებ. ხშირად არის ხოლმე ასეთი ინსაიტები და ამ ინსაიტების მერე ადამიანი უკვე თითქოს მზად არის, რომ გაარღვიოს ეს ცვლილებები და ხვდება, რომ ეს ბარიერი უმეტეს შემთხვევაში არის თავის შექმნილი. და უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ხვდება, რომ თვითონ აშინებს თავის თავს, მისმა წარსულმა გამოცდილებამ შექმნა ეს ბარიერი, მერე უკვე თავის თავში იმ სუპერბარიერი მე შევქმენი, მაშინ მევე შემიძლია მოვხსნა ეს ბარიერი და შევცვალო ჩემი გადაწყვეტილება და აქ არის ხოლმე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინსაიტები და ასევე კოუჩინგის პროცესი ეხმარება ადამიანს იპოვოს შინაგანი მოტივაცია. მოტივაციები, როგორც ვიცით, არის შიდა მოტივაცია და გარეგანი მოტივაცია და გარედან მოსული მოტივაციები არის ძალიან დროებითი, რომელიც ასეთი კამფეტივით არის კარგად იმ მომენტში კარგად იტაცებს ადამიანს, მაგრამ მერე ხვდება, რომ დიდხანს ეს პროცესი არ გასტანს და მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა იპოვოს შინაგანი მოტივაცია და ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე ის, რომ კოუჩინგის პროცესი როგორც მხარდაჭერის სისტემა და ამას არაერთხელ ყველგან ვიმეორებთ ჩემთან, როდესაც ადამიანები მოდიან კოუჩინგზე სასაუბროდ, ხშირად არის ეს აღრევა და გონიათ, ბევრ ადამიანს გონია, რომ კოუჩმა რაღაც უნდა ასწავლოს. და ამას ძალიან ხშირად ვიმეორებთ, რომ კოუჩი რჩევებს არ იძლევა, კოუჩი ეხმარება, კოუჩს აქვს მხარდამჭერი სისტემა, რომლის მიხედვითაც
ეხმარება, როგორ გაარკვიოს ადამიანმა მიზანი, როგორ დაინახოს რეალობა ობიექტურად, იმიტომ რომ ადამიანებს ხშირად გვაქვს ჩვენი ფილტრები, ჩვენი ფსიქოლოგიური სათვალე გვიკეთია და ეს სათვალე ხანდახან არის საკმაოდ ბლარი. ზოგ შემთხვევაში ეს სათვალე, ხშირად ვადარებ ხოლმე ამ პროცესს ოფთალმოლოგთან რომ მივდივართ და სათვალეს ლინზებს რომ გვირჩევენ, აი ასეთ დონეზე რამდენიმე ლინზა ერთდროულად გვაქვს ადამიანებს ჩადებული თავის წარსული გამოცდილებიდან მოყოლებული და ამას ვეძახი ფსიქოლოგიურ სათვალეს და ეს ლინზა ზოგი არის გამრუდებული და სხვანაირად აჩვენებს, ზოგი არის დაბლარული, ზოგი არის ჭუჭყიანი, ზოგი არის დამახინჯებულ ფორმას აჩვენებს და შესაბამისად ჩვენ ამ სპექტრში ვხედავთ და ვუყურებთ სამყაროს და ხშირად აცდენილი ვართ ხოლმე ადამიანები რეალობას თუ ცნობიერ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ და ამიტომ კოუჩინგის პროცესი ეხმარება ადამიანს იმაში, რომ რეალობა დაინახოს ადამიანმა ობიექტურად და ასევე კოუჩინგის პროცესი ეხმარება ადამიანს იმაში, რომ თავად თავის თავში იპოვოს პასუხები. არა გამზადებული პასუხები მიიღოს კოუჩისგან, რომელიც სავარაუდოდ არ გამოადგებოდა მის ცხოვრებას, იმიტომ რომ ყველას თავისი ცხოვრების ხაზის მიხედვით თავის შიგნით აქვს პასუხები და ყველა ადამიანი თავად არის ექსპერტი თავის ცხოვრების და ვერც ერთი კოუჩი ვერ იქნება ექსპერტი სხვა ადამიანის ცხოვრების. ამიტომ ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს მათ როგორ იპოვონ პასუხები საკუთარ თავში. და ასევე ამ ინსაიტების და პასუხების მოძებნის შემდეგ როგორ გადავიდნენ ქმედებაზე, იმიტომ რომ მარტო ინსაიტები, მარტო ვაუ ეფექტი, რომ უი თურმე რისი ბრალი ყოფილა, ეს არ არის საკმარისი, თავარი არის ქმედება დაიწყოს ადამიანმა და უკვე ამის ძალა როგორ იპოვოს თავის თავში, რომ მოქმედებაზე გადავიდეს. და კომფორტის ზონა. კომფორტის ზონა ეს არის ფსიქოლოგიური სივრცე, სადაც ადამიანი თავს გრძნობს ნაცნობ გარემოში, სტაბილურ გარემოში და სამაგიეროდ აქ არ არის ზრდა, აქ არ არის წინსვლა, აქ არ არის განვითარება. ეს არის სივრცე, სადაც ყველაფერი მეორდება და ერთი და იგივე ნაცნობი გარემოა და ადამიანის ბუნება არის სწორედ ასეთი, რომ ხშირად ვქმნით ხოლმე კომფორტის ზონას და მე რთულია ამ კომფორტის ზონის გარღვევა და ფსიქიკას უწევს წინააღმდეგობის გაწევა და არ უნდა ამ ზონიდან გამოსვლა, იმიტომ რომ ნაცნობი გარემო არის უსაფრთხო გარემო. თავს არ იწუხებ და ესეთი მშვიდად და მოხერხებულად გრძნობ და როდესაც იწყება ამ კომფორტის ზონის გარღვევა, უკვე გადავდივართ შიშის ზონაში, სადაც არის ისეთი თავდაჯერებულობის ნაკლებობა. მოკლედ, კომფორტის ზონიდან გადავდივართ შიშის ზონაში და შემდეგ არის ზრდის და სწავლის ზონა და ბოლოში ზრდის ზონა. შიშის ზონას თუ გაარღვევს და ძირითადად ჩვენ კოუჩები ვეხმარებით ხოლმე კომფორტის ზონიდან, რომ შიშის ზონაში გადავიდეს ადამიანი და ჩვენთან ერთად გაიაროს ეს შიშის ზონა და მერე უკვე სწავლის ზონაში გადადის, სადაც უკვე ახალ უნარებს იძენს და ახალი უნარების შეძენის მერე ამას აპრაქტიკებს და ფაქტიურად გამოდის, რომ მანამდე თუ კომფორტის ზონა იყო მცირე, ნელ-ნელა ადამიანი აფართოვებს ამ კომფორტის ზონას და ბოლოში შედეგი არის ის, რომ ყველგან თავს შინ გრძნობ.
ყველგან სახლში ხარ და ყველგან შენი ნაცნობი ზონაა და ბოლოში უკვე ქოუჩის გარეშე შეუძლია ადამიანს თავისი დანარჩენი ზონების გაფართოება. ამიტომ ქოუჩინგის პროცესი ეხმარება ადამიანს კომფორტის ზონიდან შიშის ზონის გარღვევაში. და დაფიქრდით, მინდა რომ თვითრეფლექსია გააკეთოთ აქაც და თქვენთვის მოინიშნოთ. დაფიქრდეთ, რა სფეროში გაქვთ შექმნილი კომფორტის ზონა. რა არის ის, რაც გინდა სცადო, მაგრამ ცოტა გეშინია. რა სახის მხარდაჭერა გჭირდება, რომ გადახვიდე იმ ახალ ზონაში და რას ნიშნავს შენთვის პირადი ზრდა ამ ეტაპზე. დაფიქრდით, მე მოგცემთ ახლა 3 წუთს ამ რეფლექსიის გასაკეთებლად და იმისთვის, რომ მოინიშნოთ თქვენთვის რა არის თქვენთვის კომფორტის ზონა, რომელ სფეროებში გაქვთ შექმნილი ეს კომფორტის ზონა, რა არის ის, რაც გინდათ, რომ გაარღვიოთ ეს კომფორტის ზონა, სად არის ეს სფერო, სადაც გარღვევა გინდათ ამისი, მაგრამ გეშინიათ და რა სახის მხარდაჭერა გჭირდებათ, რომ გადახვიდეთ ამ ზონაში. გაეცით თუ შეიძლება ამ კითხვებს პასუხი და შეიძლება თქვენთვის ინსაიტებიც აღმოაჩინოთ, რა ნაწილშია გაჭედილი თქვენი ზრდა, განვითარება, ცვლილებები, სად გჭირდებათ და სად ვერ ბედავთ და რა მოგეხმარებოდათ ამ ნაწილში. მოდით გადავიდეთ ცვლილებების დროს ერთია, რომ ადამიანი თავად იწყებს კომფორტის ზონის ცნობიერად გარღვევას, იმიტომ რომ ხვდება, რომ ახლა დროა, რომ რაღაც შეცვალოს და მეორე არის, როდესაც არის რაღაც კრიზისი, ჩემგან დამოუკიდებლად, მე არ მინდა არაფრის შეცვლა, მაგრამ ისეთი კრიზისული სიტუაცია მოვიდა ჩემს ცხოვრებაში, რომ ვდგავარ არჩევანის წინაშე, რაღაც უნდა შევცვალო, თორე სხვანაირად არ შეიძლება და სწორედ ამ კრიზისული სიტუაციის შედეგად, როცა არჩევანს ვაკეთებ, უკვე ამას მოყვება სხვანაირი შედეგი და სწორედ კრიზისი ხშირად ხდება ხოლმე კომფორტის ზონის გაფართოების შესაძლებლობა. ჩვენ ადამიანებს ხშირად გვაქვს ხოლმე უკმაყოფილება იმითი, რომ ჩვენ ცხოვრებაში რაღაცები ისე არ ხდება, როგორც გვინდოდა, რომ მომხდარიყო. მოლოდინებს არ შეესაბამება ის რეალობა, რომელიც არის და გვაქვს ხოლმე უკმაყოფილება და მერე დრო რომ გადის, ხვდებით, რომ რა სწორად მომხდარა ეს კრიზისი ჩვენს ცხოვრებაში, რომ არა ეს კრიზისი, მაშინ მე დღეს იქ არ ვიქნებოდი, სადაც ვარ, მე ასე არ გავიზრდებოდი, ეს ასე არ მოხდებოდა და დაგვიანებით ხვდებით, რომ ის კრიზისები, რომელიც ჩვენს უკმაყოფილებას იწვევდა, აღმოჩნდა სასარგებლო ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ სწორედ უნებლიეთ მოგვიწია ამ კომფორტის ზონის გარღვევა. და ძალიან მიყვარს ეს ცვლილებების ფორმულა, რომელსაც ვიყენებთ ხოლმე კოუჩინგში და 3 ფაქტორი იმისათვის, რომ ადამიანს ცვლილებებისკენ ბიძგი კონდეს. პირველი ნაწილი არის უკმაყოფილების ხარისხი. მეორე ნაწილი არის ხედვა და მესამე ნაწილი არის პირველი ნაბიჯები. თუ ადამიანი, ნახეთ, ხშირად არის ხოლმე ადამიანები საკუთარ თავსაც კი ვატყუებთ და რეალობასთან პირისპირ დადგომა არ გვინდა ხოლმე და თუ სხვა სფეროებში, რამდენიმე სხვა სფეროში ყველაფერი კარგად არის, ამ დროს ჩვენ თავს ვეუბნებით, რომ არა უშავს, აქეთ ხო კარგად არის ყველაფერი და იმ სფეროს, რომელშიც რაღაც ცვლილებები გვაქვს გასაკეთებელი, ზურგს ვაქცევთ და პირისპირ არ ვუდგებით და ამ დროს კოუჩის როლი არის, რომ ადამიანს ჩაახედოს, რამდენად კმაყოფილია იმ მოცემულობით, რომელიც აქვს ამ ჯერზე
შემდეგ შეიძლება ადამიანი უკმაყოფილოა, მაგრამ ხედვა არ აქვს, არ იცის როგორ შეცვალოს კონკრეტული სიტუაცია და ან არ იცის რა პირველი ნაბიჯები გადადგას. კოუჩინგი სწორედ ამაშიც ეხმარება, რომ ამის ნაცვლად რა გინდა და ხედვა შეუქმნას ადამიანს, როგორი ცხოვრება უნდა, ან როგორი სივრცე უნდა ამის ნაცვლად და მესამე ნაწილი, რომელი პირველი ნაბიჯებით დაიწყოს. თუ ამ სამი ფაქტორის ჯამი რეზისტენტობაზე, ანუ წინააღმდეგობრივ ძალაზე მეტია, მაშინ შესაძლებელი არის ადამიანს ძალა ეძლევა იმისთვის, რომ გადადგას ნაბიჯი ამ ცვლილებების მხარეს და გაარღვიოს კომფორტის ზონა. ამიტომ ხშირად ადამიანები ვერ აცნობიერებენ იმას, რომ როდესაც კომფორტის ზონის გარღვევა უჭირს, აი ამ სამ ფაქტორში არის არ არის სიცხადე, პირველი ნაბიჯები არ იცის რითი დაიწყოს, ან ზოგადად ხედვა არ აქვს რა შეცვალოს ამის ნაცვლად, ან თავის თავს არ უტყდება და უკმაყოფილების ხარისხი არ არის ასეთი მაღალი. ხშირად ვეკითხებით ადამიანს ასეთ დროს, როცა კომფორტის ზონის გარღვევა უჭირს, რომ როგორ გაგრძელდება შენი ცხოვრება თუ არ შეცვლი არაფერს. და რა ფასი ხდი იმაში, რომ არ აკეთებ ცვლილებებს და არ მოქმედებ. აი ეს არის ზუსტად ეს კითხვები მოქმედებს იმაზე, რომ ადამიანმა გაიაზროს, რას უკეთებს თავად თავის თავს და თავის ცხოვრებას. და უკმაყოფილების ხარისხზე როგორ მოქმედებს მისი უმოქმედობა და შედეგებზე როგორ მოქმედობა. და სწორედ ამაში თითოეული ფაქტორის გააზრებაში ეხმარება კოუჩინგი. კმაყოფილების ხარისხის, ხედვის და პირველი ნაბიჯების გადადგმაში და შემდეგ ამ სადაც სიცხადე შემოდის, როცა ადამიანი ხვდება, რას უკეთებს თავის თავს თავად, თავისი უმოქმედობით, მერე რო იაზრებს, რა შეუძლია ამის ნაცვლად, რომ გააკეთოს და როგორ შეცვალოს თავისი ცხოვრება და რა ნაბიჯებით, პატარ-პატარა რომელი ნაბიჯებით დაიწყოს აქ მოქმედება, უკვე შემოდის დიდი სიცხადე და შინაგანი ძალა ეძლევა ადამიანს, რომ გაარღვიოს ეს კომფორტის ზონა. და ასევე ძალიან მიყვარს ყველასთვის ალბათ ცნობილი ჯოზეფ კემპელის გმირის მოგზაურობა. ესეც სწორედ კომფორტის ზონის გარღვევაზე არის, როდესაც ადამიანი ცხოვრობს თავის კომფორტის ზონის ჩვეულ სამყაროში, სადაც ერთი და იგივე ხდება, ყველაფერი ერთი და იგივე მეორდება და ერთჩვენიერ დღეს დადგება დრო, როდესაც რაღაცა გამოძახილი არის, საიდანღაც ან შინაგანი ხმა ეუბნება, რომ უკვე დროა, რომ რაღაც შეიცვალოს შენ ცხოვრებაში და უკვე დროა, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილებები გააკეთო, ან სხვა მხრიდან არის ეს გამოძახილი, ან ისეთი კრიზისული სიტუაცია მოდის, რომ სამყარო თავად გაჩვენებს, რომ რაღაც ცვლილებები გაქვს გასაკეთებელი ცხოვრებაში და ამ დროს იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა საკუთარ თავთან შიგნით ადამიანისთვის, გაარღვიოს თუ არა ეს კომფორტის ზონა და ამ დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი კოუჩის გვერდით დგომა, იმიტომ რომ სწორედ ეს მოკავშირე ხშირად ხდება ხოლმე ამ დროს კოუჩი, რომელიც ეხმარება ამ საზღვრის გადალახვაში და ამ კომფორტის ზონის გარღვევაში. სამწუხაროდ ბევრი ადამიანი აქ ფარხმალს ყრის და ვერ ახდენს შებრძოლებას იმ შინაგან ხმასაც არ გაყვება და რჩება იმ რუტინაში და არაფერი არ იცვლება მის ცხოვრებაში და მეორდება ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს. გამოწვევები მოდის, როცა ჩვენს ცხოვრებაში ერთი და იგივე სახის პრობლემები მეორდება, ეს არის სწორედ იმისი ნიშანი, რომ დავფიქრდეთ, რა გვაქვს შესაძლებელი და რა უნდა ვისწავლოთ აქედან და რა გაკვეთილები გვაქვს გამოსატანი და სწორედ ამ დროს ადამიანი თუ მიმართავს კოუჩს,
coach-თან ერთად პარტნიორობის პროცესში იწყება ამის გარღვევა და coach-ი ხდება მისი ერთგვარი მოკავშირე. მერე იწყება სწორედ სერიოზული სირთულეები და ეს სირთულეები არის სწორედ იმ უცნობ ზონაში გასვლა, იმ გაურკვევლობაში გასვლა, სადაც ადამიანმა არ იცის როგორ იაროს, საცეცებით დადის ფაქტიურად, იმიტომ რომ სრულიად გაურკვევლ ზონაში შედის ხშირად და აქ მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანი არ იყოს მარტო და თუ პროფესიონალი coach-ი მის გვერდით დგას და ეხმარება ერთდროულად, პარტნიორულად ამ გზის გაკვლევას აკეთებენ და ამ გზაზე სიცხადის შემოტანას აკეთებენ, ადამიანს გაცილებით უადვილდება ამ რთული გზის გადალახვა, სადაც მას არ აქვს გამოცდილება, არ აქვს და ამ ახალ გზაზე სავრელად და აი ამ ლაბირინთებში უწევს სიარული და ბოლოს არის ამ ლაბირინთების გავლის მერე არის მთავარი გამოცდა იმ დრაკონთან შეხვედრა, რომელიც შესაძლებელია იყოს რაღაცა რთული სიტუაცია, სწორედ აქაც კრიზისული სიტუაცია შეიძლება იყოს, ან ისეთი რთული ამოცანა, რომელიც მას აქვს გადასალახი და ამ დროს უჭირს ამ ამოცანის გადალახვა, შინაგანი ბრძოლები ეწყება და შეიძლება ის ყველაზე ბნელი ღამე და ყველაზე რთული ღამე იყოს მის ცხოვრებაში, როცა ფიქრობს, რომ უნდა გადამედგა თუ არა ეს ნაბიჯი, ნამდვილად არის თუ არა ეს ჩემი გზა, ამ გზაზე უნდა წამოვსულიყავი თუ არა და ნეტავ უკან დაბრუნება ხო არ მომიწევს ახლა და აი ეს მნიშვნელოვანი ბრძოლა არის ამ დროს მის შიგნით და თუ ამ ბოლო მთავარ გამოცდასაც გადალახავს და იპოვის თავის თამში ადამიანი ამ ძალებს, რომელსაც coaching-ის დახმარებით და coach-ის დახმარებით აქ გაცილებით იოლად გადის ამ წრეს ადამიანი, ამ დროს იღებს იმ მთავარ ჯილდოს, რომელიც არის მისი ახალი გამოცდილება, მისი ახალი უნარები. მან უკვე იცის, რომ ეს შეძლო. მან უკვე თავის ერთხელ თუ შეგიძლია, მერე ხვდები, რომ სხვა დროსაც შეძლებ და უკვე ადამიანი იღებს ისეთ ჯილდოს, რომლითაც მთავარი ჯილდო არის საკუთარი თავის შინაგანი სუპერძალა და თავდაჯერებულობა, რომლითაც უკვე შეუძლია სახლისკენ დაბრუნდეს და სხვა ადამიანებსაც გაუზიაროს ის თუ როგორ აღმოაჩინა საკუთარ თავში ეს ძალა და რა გზა გაიარა და სწორედ coach-ის დახმარებით აი ამ რთულ გზას ადამიანი გაცილებით მარტივად გადის, ვიდრე მარტო გაივლიდა ამ გზას. და ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის grow მოდელი, სადაც მარტივად შეიძლება უმარტივესად ადამიანს დასვას კითხვები, coach-მა დასვას კითხვები, რისი მიღწევა უნდა ადამიანს, რა ხდება ახლა, ამ მომენტში რა მოცემულობა გვაქვს, სად ვართ ამ მიზანთან მიმართებაში, ამ მომენტში და რა ვერსიები გაქვს, რა შეიძლება გააკეთო, რამ შეიძლება ხელი შეგიშალოს, რა წინააღმდეგობრივი ფაქტორები შეიძლება იყოს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ანუ იმ სავალ გზაზე შეგაქვს სიცხადე, სადაც კომფორტის ზონის გარღვევის ძირითადი პრობლემა არის გაურკვევლობა. გაურკვევლობა, სრული სიბნელეა, როგორ შევცვალო არ ვიცი, სად წავიდე არ ვიცი, ეს რომ მოხდეს მაშინ რა ვქნა არ ვიცი და coach-თან ერთად, როდესაც იწყებ წინასწარმეჯერ ერთი ცნობიერად გააზრებას, რა გინდა და ახლა სად ხარ ამ მიზანთან მიმართებაში და რა ვერსიები გაქვს, რა შეიძლება გააკეთო, რა წინასწარვე გაიაზრო ყველა რისკები და ასევე რამ შეიძლება ხელი შეგიწყოს ამ ყველაფერში, რა შეიძლება, როგორი სივრცე შეიძლება იყოს შენთვის მხარდამჭერი სივრცე, ვის შეიძლება მიმართო ამ დროს იმისათვის, რომ შენი სვლა გამარტივდეს. როგორ პროფესიონალებთან შეიძლება აიღო
გამოცდილება, გაიზიარო გამოცდილება და აიღო რჩევები და ბოლოს გაწერო კონკრეტული გეგმა, რა ნაბიჯებს გადადგა იმისათვის, რომ ამ გზაზე კონკრეტული გეგმა გაწერო, რომ მიხვიდე შედეგამდე. და ეს არის ერთ-ერთი გააზრება კიდევ იმისი, როგორ გაარღვიოს ადამიანმა კომფორტის ზონა და მინდა გითხრათ, გთხოვოთ ასევე თვითრეფლექსიისთვის. ჩვენ გვაქვს კიდევაც დრო და შეგვიძლია ჯგუფებში გადავანაწილოთ ადამიანები და კითხვები დაუსვან. ეს კითხვები შეუძლიათ ადამიანებმა ერთმანეთს დაუსვან, რისი შეცვლა გინდა, რა გახდის ამ ცვლილებას შენთვის რეალურს, რა პირველი ნაბიჯი შეგიძლია გადადგა და რამ შეიძლება ხელი შეგიშალოს. და რას იგრძნობ, როცა ამას მიაღწევ. ძალიან საინტერესო იქნება, მე ამ კითხვებს ჩავაგდებ ჩვენს ჩატში და საინტერესო იქნება წყვილებად დავყოთ და ერთმანეთს ადამიანებმა დაუსვან ეს კითხვები და ოღონდ აქ მნიშვნელოვანი არის გავარკვიოთ თუ იქნებიან მონაწილეები და თუ არიან მხოლოდ მსმენელებად ხართ შემოსულები თუ გაქვთ სურვილი რომ ერთმანეთს ემუშაოთ, ესეც მნიშვნელოვანია. კარგი იქნებოდა რომ გვემუშავა ერთმანეთთან. კარგი იქნებოდა ნამდვილად, იმიტომ რომ თეორიულად ამის მოყოლა არის ერთი, მაგრამ პრაქტიკაში ამისი გამოცდა არის სულ სხვა ამბავი და კარგი იქნებოდა თუ ამას გამოცდიდით პრაქტიკაში, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ მსმენელები ყავს ერთმა ადამიანმა რუტინისგან გადახოვა, ცვლილებების მართვა. კი ბატონო, როგორც ხედავ, არის სულ 3 ადამიანი, ვისაც შეუძლია და ამიტომ დანარჩენებს ვერ გავაკეთებთ ამას და გავაგრძელოთ ეს ნაწილი და გავაგრძელოთ, იცით, როგორ ასპექტში განვიხილოთ ეს ჭრილში. მიშას ჰქონდა კითხვა ორგანიზაციებთან მიმართებაში, როგორ გამოვიყენოთ ეს ცვლილებების ნაწილიო. და მიშა, შეგიძლია კონკრეტულად ჩამოვაყალიბოთ კითხვა, რომ მაგ ჭრილში განვიხილოთ, რა შეიძლება, როგორ შეიძლება გავაშუქოთ მაგ ჭრილში. ხო, ახლა რაც მოვისმინე, მარიკა, ესეთი ის მაქვს, რომ ვთქვათ, ცვლილებები ხდება პიროვნულ დონეზე, სადაც არ უნდა იყო, მათ შორის ორგანიზაციაშიც ხალხი მუშაობს, ხომ? ამიტომ აი ახლა აქამდე რაც ვისაუბრეთ, ძალიან მომეწონა და ძალიან კარგი ისინი შემოგთავაზე, მეთოდები გაანალიზების და დაძლევის და ნაბიჯების გადადგმის პიროვნულ დონეზე ცვლილების, მაგრამ როგორც კი ორგანიზაციაში რაღაც გუნდის წევრი ხარ, ხო? იქ ალბათ ცოტა უფრო რაღაცები სხვანაირად მუშაობს, იმიტომ რომ მარტო შენ აღარ ხარ. მერე რაღაც გუნდების ერთობლიობა პირობითად რაღაც დეპარტამენტს ქმნის და მერე საერთო ჯამში ორგანიზაცია მოდის. ხო, აი სხვადასხვა საფეხურები არის, სადაც ეს ცვლილებები პოტენციურად ალბათ სხვადასხვანაირად მუშაობს და უფრო რთულდება, რაც ზემოთადი ხარ, ხო? ხო, და ამიტომ არ ვიცი, ანუ ეს უბრალოდ ერთის მხრივ ორგანიზაციებში მუშაობთ ინდივიდუალურად პიროვნებების ცვლილებების დონეზე, პიროვნებებთან მუშაობთ მათი პროფესიული და პიროვნული ზრდის და პროფესიული მიმართულებით ან კორპორატიული გამოწვევების მიმართულებით ინდივიდუალურად მუშაობთ ადამიანებთან და მეორეს მხრივ მუშაობთ სწორედ გუნდურად, გუნდს რა ნაწილში აქვს სურვილი ცვლილებების განხორციელების და მერე ვატარებთ იქ გუნდურ კოუჩინგს, როგორ შეიძლება, რა წინააღმდეგობები შეიძლება გაჩნდეს აქ, საით უნდა გუნდს რო წავიდეს, რა რისკებია, რა ხელისშემწყობი ფაქტორებია
და მთავარი შიშები რა არის? ამისი განხილვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თითოეულ გუნდის წევრს ხელს რა უშლის აქ და რას ფიქრობენ ისინი, რამ შეიძლება ხელი შეუშალოს და ეს ხელისშემშლელი ფაქტორები, როგორც წესი, არა მხოლოდ ის რისკებია, რომელიც გარეგანი რისკებია, არამედ ის ხელისშემშლელი ფაქტორები, რომელიც თითოეული გუნდის წევრს ფსიქოლოგიური მომენტი აქვს და შიშის ფაქტორი აქვს და აქ თუ განვიხილავთ და ამ შიშებს ყველა გამოიტანს და იმას განვიხილავთ და დაინახავენ ადამიანები ეს შიშები, რომელიც გამოწვეული არის როგორც წესი თავისი თავს აშინებენ. ადამიანი ფსიქოლოგიური შიში, რომელიც არის ხშირად და უმეტეს შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენივე ფიქრებით საკუთარ თავს ვაშინებთ და როდესაც ადამიანი ამას დაინახავს, რომ ის შიში, რომელითაც მე დავდივარ და რომელსაც მე გავურბივარ, ჩემივე შექმნილია და ამას როცა აცნობიერებს ადამიანი, მე ხვდები უძლია თავისივე შექმნილ შიშს დაუპირისპიროს თავისივე მამაცი ნაწილი და ამათ შორის მოხდეს პაექრობა, შიშარა ნაწილსა და მამაც ნაწილს შორის მოხდეს პაექრობა და აქ ძალა მიეცეს მამაც ნაწილს და არგუმენტირებულად გაიმარჯვოს მისმა მამაცმა მხარემ შიშარა მხარეზე და უკვე ძირითადი ნაწილი გადალახულია და მე რჩება უკვე ნაბიჯების გადადგმის ნაწილი. კითხვები თუ გაქვთ, მე მზად ვარ მოვუსმინო. ძირითადად ყავს მსმენელები. ძირითადად ყავს მსმენელები. მე გავაკეთებ კითხვა არ მაქვს, მე გავაკეთებ კომენტარს. როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო არის. მადლობა მარიკა პირველ რიგში შენი ასეთ საინტერესო ვებინარისთვის. გაიჭედე თუ არა? მე მგონი ხარ. ძალიან საინტერესო ყოველთვის შენი მოსმენა პირველად არ ვისმენ და შენი კოუჩინგის კურს დამთავრებული ვარ, აქვე უნდა ვუთხრა ყველას. და ძალიან დიდი მადლობა მოკლედ დღევანდელი შთამაგონებელი შეხვედრისთვის ძალიან შემეხმიანა. ძალიან შემეხმიანა კრიზისის დროს ცვლილება, რომ აუცილებლად, ანუ კრიზისი არის ის კატალიზატორი, ასე ვთქვათ, ცვლილების, ეგ შემეხმიანა ძალიან და ასევე შემეხმიანა დრო. რო ჯერ არ დამდგარა ეს დრო, რომ შევიცვალოთ, ხო? ანუ ეს ორი თემა ძალიან გამომედო, იმიტომ რომ ყველას გქონია ალბათ ცხოვრებაში ეგ მომენტი და შეიძლება ვთქვა, რომ მე დღეს რაღაც სფეროში შეიძლება დღესაც მქონდეს ამ დროის მომენტის თემა და რაღაც სფეროში შეიძლება დღესაც იდგეს მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი კოუჩი მქვია უკვე, ჩვენც გვყავს რა თქმა უნდა კოუჩები და ჩვენც გვაქვს რა თქმა უნდა ეს კრიზისული მომენტები გარკვეულ სფეროში და ეს დროის მომენტები გარკვეულ სფეროში, რომ არის თუ არა ჯერ დრო და რისი დროა, იმიტომ რომ განვითარებაც ეგეთი თემა, ხო, რეალურად ცვლილება ჩემთვის უდრის განვითარებას და განვითარებაც ეგეთი თემაა, რომ ავდივართ საფეხურებზე და ამ საფეხურებზე ყოველთვის არის ცვლილების შესაძლებლობა და ყოველთვის არის ცვლილების მომენტი, ხო? ანუ არასოდეს არ ვამბობთ, რომ აი მე უკვე ავედი რაღაც საფეხურზე და ჩემთვის დამთავრებულია ცვლილება. ანუ ყოველთვის არის კრიზისის და დროის შეგრძნება და ძალიან საინტერესო იყო, მადლობა. მადლობა სოფო და კითხვა არის ასეთი მოწერილი, რამდენიმე სფეროში ვარ კომფორტის ზონაში, რომლიდან დავიწყო. აქ მნიშვნელოვანი არის ალბათ გადახედოთ თქვენს კოუჩთან ერთად პრიორიტეტების ნაწილს და პრიორიტეტების ნაწილში რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი
საიდანაც რომელი ერთი სფეროს ცვლილება გამოიწევს უფრო მეტად მოახდენს გავლენას დანარჩენ სფეროებზეც. და სფერო აირჩიოთ პირველი ცვლილებისთვის სფერო აირჩიოთ იქიდან გამომდინარე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს დანარჩენ სფეროებზეც და აქედან დაიწყოთ. და პრიორიტეტები გადაიხედოს რამდენიმე სხვადასხვა ასპექტში შეიძლება შეეხედოს მნიშვნელოვნების ნაწილში და თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი ის კრიტერიუმები რო ჩამოთვალოთ და იქიდან გამომდინარე იმ კრიტერიუმებს მოარგოთ თითოეული სფერო და გამოიკვეთება რომელი სფეროდან ჯობს დაწყება, მაგრამ გირჩევდით რომ ქოუჩთან ერთად გაარკვიოთ ეს და ქოუჩთან ერთად დაიწყოთ კომფორტის ზონის გარღვევა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ სიძნელეების გადალახვაში მნიშვნელოვნად პარტნიორული ურთიერთობა გეხმარებათ. აქვე მინდა დავამატო ის, რომ ჩვენ ICF საქართველოს ჩვენ გვერდზე, ICF G-ზე გვაქვს მაისის ბოლომდე პრობონო კოუჩი სესიების შემოთავაზება, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველა მსურველს შეუძლია გამოცადოს კოუჩინგი აბსოლუტურად უფასოდ და გირჩევთ, რომ მოსინჯოთ, გამოცადოთ კოუჩინგი, ვისაც არ გამოგიცდიეთ. თემაც ვიცი უკვე გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას. ძალიან კარგი ლელა. სხვა კითხვა ხომ არ გაქვთ? თუ ვერ ხსნით კამერას, შეგიძლიათ კითხვები მოიწეროთ. მე ხა ჩავაგდე ბმული, უბრალოდ ვისაც აინტერესებს, რომ ნახოს ეს პრობონო კოუჩინგ სესიები, ამ ბმულზე შეგიძლიათ გადახვიდეთ. მადლობა. გირჩევთ ყველამ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა. ხმა ჩართული და კითხვა სვამდა მე მგონი. დიახ, მე მქონდა ერთი კითხვა თუ შეიძლება. თქვენ საუბრობდით ახლა კომფორტის ზონიდან გამოსვლის შესახებ და მე როგორც თქვენ ახსენეთ, პარტნიორული ურთიერთობა დამეხმარა ამაში, რომ დამეტოვებინა კომფორტის ზონა და წეღანაც ვახსენე, რომ რაღაც საკუთარი თავის ძიებაში ვარ. მას შემდეგ გამიჩნდა ზუსტად ამის სურვილი, რაც კომფორტის ზონა დავტოვე. კიდევ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინსვლა რაც მაქვს და სხვების შემთხვევაში არის ხომ ეს რთული წრე საერთოდ შევცვალე, ასე გარემოცვა, ასე ვთქვათ. და ზუსტად ახლა მაგიტომ აქვს ეს შეგრძნება, რომ რაღაც ვეძებს ჩემს თავს, იმიტომ რომ თითქოს ამ ყველაფრის შემდეგ რაღაც მარტო დავრჩი. და ცოტა ვერ ვიგებს როგორ უნდა წავიდე, მაგრამ ვიცი რომ იქ აღარ უნდა დაუბრუნდე, ეს დანამდვილებით ვიცი და აი დღეს არ თქვენთან რო ვარ, ეს არის ზუსტად რა ჩემი მიზანი, რაღაცას მივაგნო, ასე ვთქვა. მე რაც მესმინება და რაც მოვისმინე თქვენგან, კომფორტის ზონიდან გამოსვლა დაიწყეთ, ამაში დაგეხმარათ თქვენი ახლობელი პარტნიორი და შესაბამისად გამოიცვალეთ წრე, გარემოცვა, დაიწყეთ საკუთარი თავის ძიება და ამ პროცესში მარტოობის განცდა გაგიჩნდათ. მე გირჩევდით ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ გყავდეთ კოუჩი გვერდით, როცა ადამიანს უჩნდება ზონის გარღვევას, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გვერდით ყავდეს კოუჩი, რომელიც მისი პარტნიორი და მოკავშირეა ამ შემთხვევაში ამ რთულ გზაზე, იმიტომ რომ არ არის კომფორტის ზონის გარღვევა მარტივი განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, სანამ იპოვით იმ გზას, რომელთაც უნდა გააგრძელებთ ცხოვრება და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყავდეთ კოუჩი ამ დროს. დიდი მადლობა. ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს
მოგონო სესიების შესაძლებლობებს, ან თავად აირჩევთ მერე იქიდან coach-ს, ვისთანაც გააგრძელებთ ურთიერთობას, ან შეგიძლიათ მოხვიდეთ coaching-ის ნახავთ უამრავ შესაძლებლობას და გზებს, იმიტომ რომ coaching-ის სასწავლო პროცესი არის არა მარტო სწავლის პროცესი, არამედ პიროვნული ზრდის, სადაც მთელი თვეების განმავლობაში თქვენ გაქვთ მუშაობთ. მარიკა, ძალიან წყდება შენი ხმა, ფაქტიურად არ იყო შესაძლებელი მის აზრის გამოტანა ბოლოს რისი თქმაც გინდა და შეგიძლია გაიმეორე. ბოლოს მინდოდა იმის თქმა, რომ coach-ი კარგი იქნება თუ coach-ს მიმართავთ, ან coaching-ის სასწავლო პროცესს მიმართავთ, სადაც მთელი თვეების განმავლობაში გეყოლებათ პარტნიორი coach-ები და ყველა თქვენ თემას იქ დაამუშავებთ. მარის აქვს კითხვა, სად ვიპოვოთ მოტივაცია მაგისთვისო. მოტივაცია რისთვის? რომ კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ თუ მარი, შეგიძლიათ კითხვა მოიწეროთ. მოტივაცია გინდათ იპოვოთ იმისათვის, რომ კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ? ნახეთ, ის ფორმულა, რომელიც ვახსენე. აი აქ პირველი ეს ფორმულა გამახსენდა. უკმაყოფილების ხარისხი, რამდენად კმაყოფილი ხართ იმ მოცემულობით, რომლის წინაშეც დგახართ. და როგორი იქნება თქვენი ცხოვრება თუ არ შეცვლით არაფერს. რა ფასი ხდით იმაში, რომ არ ცვლით არაფერს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ რადგან დგას საკითხი რაღაცის შეცვლის, ესე იგი იქ არის გარკვეული დისკომფორტის ხარისხი, ხო? და დისკომფორტის ხარისხი თუ არის და არაფერს არ აკეთებთ, არ ცვლით არაფერს, გარკვეულ ფასი ხდით იმაში, რომ არ ცვლით არაფერს. აქ უნდა ჩაიხედოთ და თქვენ გაანალიზოთ, როგორ ეკცევით თქვენ თავს და თქვენს ცხოვრებას. და ფიქრობ, რომ აქ გაჩნდება მოტივაცია. დანარჩენი ახლა მოტივაცია საკუთარ თავში უნდა იპოვოთ და coach-თან მუშაობის პროცესში ამ მოტივაციას აუცილებლად იპოვეთ. თუ გახსნით და კონკრეტულ კითხვებს დასვამთ, შემიძლია ახლაც დაგეხმაროთ. თუ შეიძლება მოტივაციასთან დაკავშირებით რომ დიახ. რამდენად სწორი არის, როცა მოტივაცია ჩვენთვის არის მაგალითად სხვა ადამიანები და არა ჩვენი თავი. მოტივაცია სხვა ადამიანი აბა მითხარით თუ სწორად გავიგე, მოტივაცია სხვა ადამიანია იმ შემთხვევაში თუ მისთვის აკეთებ რაღაცას და არა შენი თავისთვის? სწორად გავიგე? ორივესთვის. ჩემი თავის მაშინ რას ნიშნავს მოტივაცია სხვა ადამიანია და არა ჩემი თავი? ანუ ჩემ შემთხვევაში პირდაპირ ვიტყვი, მე დიდი ხანი რასაც მარტო ვცდილობდი, ვერ შევძელი და შემდეგ როცა ეს ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, მე მან მომცა მოტივაცია, რომ ის დამეძლია, რასაც მარტო ვერ გავუმკლავდი, ასე ვთქვათ. მან ის დაგეხმარათ მოტივაციის პოვნაში საკუთარ თავში, მაგრამ მოტივაცია თქვენ თავში იპოვეთ, ხო? ну, ასე ვთქვათ, ის რომ გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ამან მომცა იმის მოტივაცია, რომ ის დამეძლია, რასაც მარტო ყოფნის დროს ვერ ვლახავ. და ამ შემთხვევაში კითხვა რაში მდგომარეობს? ცოტა დავიბენ. რამდენად სწორია ეს, როცა ანუ
მეორე ადამიანმა შემაძლებინა ეს და მარტო ვერ გადავლახე. სწორედ მაგაზე ვსაუბრობთ. Coach-ი ხშირად არის ხოლმე ის მეორე ადამიანი, რომელიც თქვენს გვერდით დგას და იმ ძალას გაპოვნინებთ საკუთარ თავში, რომელსაც მარტო ხშირად უჭირს ადამიანს, რომ იპოვოს ეს ძალა საკუთარ თავში. ანუ ეს არ შეიძლება ჩემს სისუსტეც ჩაითვალოს. არა, სისუსტეთ შეიძლება თავის თავს გარედან ვერ ხედავს და coaching-ის სწორედ ამაში ეხმარება ადამიანს, ეს არ არის სისუსტის განმსაზღვრელი. ჩვენც coach-ებს თავად ხშირად გვჭირდება ხოლმე coaching-ი და ერთმანეთს მივმართავთ ხოლმე და ვეუბნებით, რომ აი რაღაც კონკრეტული სიტუაცია, როდესაც არის, გთხოვ დამეხმარე და დამაკოუჩე, იმიტომ რომ გარედან დანახული და გარედან მოსმენილი სხვანაირ რეფლექსიას მაკეთებინებს ჩემს თავზე, ვიდრე მე რომ უღრმავდები და გარედან სხვანაირად ჩანს, სად არის ჩემი სუსტი ნაწილი და სად არის ძლიერი მხარე და რაზე უნდა გააკეთოს ადამიანმა გარედან აპელირება, სად მიაშუქოს და რაზე გამამახვილებინოს ყურადღება. ეს სულაც არ არის სისუსტე. ნოდო, ეს არის პარტნიორული ურთიერთობა, სადაც ადამიანი მხარდამჭერი სისტემა ყველას ჭირდება. ადამიანები ვართ და ეს სულაც არ არის სირცხვილი, რომ ვითხოვოთ ერთმანეთისგან მხარდაჭერა და დახმარება. დიდი მადლობა. შის გამარჯობა შორენა. კითხვა ხომ არ გაქვთ ვინმეს? მაშინ შეგვიძლია დავასრულოთ, თუ კითხვები არ არის. სოფო, დიდი მადლობა. დღევანდელი დღისთვის რაღაცნაირად ბოდიშს ვიხდი, რომ ცოტა წყდებოდა და კავშირი არ იყო მთლად კარგი და ხარისხიანი, მაგრამ რას ვიზავთ? მაგრამ მაინც გამოვიდა ასე რომ მადლობა ყველას. შაბათ დღეს ჩვენთან ერთად რო იყავით, ჩვენი კვირეული ისევ გრძელდება. პრინციპში ხვალ დაგვრჩა ისევ ერთი დღე, ორი შეხვედრა და გელოდებით ყველას და პრობონო სესიებზე პრინციპში კი ვთქვით უკვე მიშა ძალიან დიდი მადლობა ბმულიც ჩააგდო და ბედნიერი საღამო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ნახვამდის. დიდი მადლობა. წარმატებები მადლობა ყველას. ყველას.